ბატონ გურამს თელი დილის გადაცემის ჯგუფის სახელით მიულოცავთ. გასაკვირველია და მიულოცავთ ჩვენს. რუსთაველის პრემიის ლაურეატს ლილი იოსელიანს 92 წელი შეუსრულდა. პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობის 70 წლის იუბილეისთან დაკავშირებით ქართველ რეჟისორს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია ხელოვნების ქურუმი გადაეცა. ლილი იოსელიანი პირველი ქართველი პროფესიონალი ქალი რეჟისორია, რომელიც მარჯანიშვილის რუსთაველის რუსთავისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში მოღვაწეობდა. დადგმული აქვს 80-მდე სპექტაკლი. ის გადაღებულია 4 მხატვრულ ფილმში. მასვე მიღებული აქვს პრემია ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. აი ეგ რა თქვა? ჩემი პირველი და საყვარელი სტუდენტი. პრინცესა. თლირო ძალიან პატივია ჩემთვის ეს ჯილდო და მადლობა ვინც ეს მოიფიქრა. ეს არის ჩემი მშობლების პედაგოგი და გამგრძელი, ჩემი ძმის და მე ვთვლი რომ ლილი იოსელიანმა შექმნა ძალიან სერიოზული სამსახიობო სკოლა.